თუ ეძებთ როხას, რომელიც სიცხეს, სიმშრალეს და უბრალო საკვებს გაუძლებს, ველი სტეპის წითელი სწორედ შენთვისაა. სტეპის წითელი ძროხა ერთ-ერთი ყველაზე განძლე სარძეო ჯიშია, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინის სამხრეთ სტეპებში, იქ სადაც ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი მკაცრი. ეს ჯიში შეიქმნა ევროპული წითელი ძროხების და ადგილობრივი უკრაინული პირუტყვის შეჯვარებით, რის შედეგადაც მიიღეს პირუტყვი, რომელიც ადაპტირებულია რთულ გარემო პირობებზე. დღეს სტეპის წითელი ფართოდ არის გავრცელებული უკრაინაში, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე შემოყვანილია საქართველოში, სადაც ის კარგად ეგუება მშრალ ზონებსა და მინდვრულ საძოვრებს. ექსტერიერით ეს არის მკვეთრად მერძეული ტიპის ძროხა, ზრდასრული ფური საშუალოდ 450-520 კილოგრამს იწონის, ხარიკი 750-800 კილოს აღწევს. მისი მთავარი ღირებულება სტაბილური მონაწველია. საშუალოდ ერთი ფური იძლევა 3-დან 4-მდე ტონა რძეს წელიწადში, ცხიმიანობით დაახლოებით 3.7% და ცილით დაახლოებით 3.3%. კარგი კვებისა და მოვლის პირობებში ეს მაჩვენებელი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. სტეპის წითელი განსაკუთრებით ფასდება ფერმერებისთვის, ვისაც სჭირდება გამძლე, იაფად შესანახი და სტაბილურად მომუშავე ძროხა, რომელიც რთულ პირობებშიც არ კარგავს პროდუქტიულობას. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს ოჯახსა და საქმეში.